მოგესალმებით მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს 4 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. 1 საათია პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება გიორგი კალანდაძე. გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროს ბრალად თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბება ედება. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულ კალანდაძეს 10 ნოემბერს აღმკვეთ ღონისძიებად 20,000 ლარის გადახდა დაეკისრა. თანხის გადახდის შემდეგ კალანდაძემ სასჯელ აღსრულების დაწესებულება 11 ნოემბერს დატოვა. წინა სასამართლოს ხდომა 25 დეკემბერს არის ჩანიშნული. პროკურატურასთან იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი დავით ახვლედიანი, რომელმაც ადვოკატთან გასაუბრება მოახერხა. ის პირდაპირ ეთერში გვერდება. დავით, გააკეთა თუ არა კომენტარი თავად გიორგი კალანდაძე? დიახ ნინო, ზუსტად 3 საათზე გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე თავის ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად პროკურატურაში გამოცხადდა. თავად გიორგი კალანდაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა თუ რა სტატუსით არის ის დაბარებული პროკურატურაში, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ გავსაუბრებოდით მის ადვოკატ გოგიტა გაბაიძეს ჩვენ შეკითხვაზე რატომ ახდა მას გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი მაშინ, როდესაც მეოთხე ბრიგადის ხელმძღვანელი ზურაბ შამათავას ადვოკატი მარტო იმყოფებოდა დღეს დილას და განჩინება თავად წაიღო. ამაზე გიორგი კალანდაძის ადვოკატმა ჩვენ ასეთი პასუხი გაგვცა, რომელსაც თქვენ ახლა მოისმენთ. არ ვიცით რა ზეა თავარებულ და როცა გამოვიდეთ რა დამატებით რამე ემტკიცებულებებზე არის საუბარი, როგორც გავიგეთ, ხო? იცით რაღაც მეკითხებით და ჩემთვის არაფერი არ უწია და როგორ გითხრათ? იმათგან განსხვავებით ესე არ ვაკეთებ ჩვენ განცხადებებს ახლა იმათ ხელში ძალაუფლება და რა ხარ განცხადებებს აკეთებენ მე არ ვიცი ჩვენ როცა გაგვაცნობენ მე გეტყვით. გიორგი კალანდაძის დაკითხვა უკვე 1 საათზე მეტია მიმდინარეობს. ადვოკატი ჩვენ დაგვპირდა რომ უკვე დაკითხვის დასრულების შემდეგ დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდიდა და არ არის გამორიცხული დღესვე მთავარმა პროკურატურამ ბრიფინგი მოაწყოს ამ თემაზე და გააკეთოს კომენტარი თუ რასთან დაკავშირებით მოხდა გიორგი კალანდაძის დაკითხვა. დიდი მადლობა, ეს იყო დავით ახვლედიანი, ჩვენ პროკურატურას გამოშვების მსვლელობისას ისევ დავუბრუნდებით.